რიცხვი. თავი პირველი. ელაპარაკა უფალი მოსეს სინაის უდაბნოში. სადღესასწაულო კარავში მეორე თვის პირველ დღეს. ეგვიპტიდან გამოსვლის მეორე წელს. უთხრა. აღწერე ისრაელიანთა საზოგადოება საგვარეულოებად და მამისახლებად, სახელთა რიცხვის მიხედვით, ყოველი მამროვანი სათითაოდ. აღრიცხეთ შენ და აარონმა ყველა ისრაელიანი 20 წლიდან მოყოლებული, ლაშქარში გამსვლელი თავ-თავისი ლაშქრის და მიხედვით. თანიყულიეთ ყოველი შტოდან თითო კაცი, თითოეული თავისი მამისახლის თავკაცი. აი მათი სახელები, ვინც თქვენთან უნდა იდგნენ. რეუბენიდან ელიცურ შედეურისძე, სიმონიდან შელუმიელ ცურიშადისძე, იუდადან ნახშონ ყამინადაბისძე, ისაქარიდან ნათანიელ ცუარისძე, ზებულონიდან ელიაბ ხელონისძე, იოსებიანთაგან, ეფრემიდან ელიშამა ყამიხუდისძე, მენაშედან გამალიელ ფედაცურისძე, ბენიამინიდან აბიდან გიდეონისძე, დანიდან ახიეზერ ყამიშადაისძე, აშერიდან ფაგეყიელ ყაქრანისძე, გადიდან ელიასაფ რეღუელისძე, ნაფთალიდან ახირაკ ყენანისძე. ესენი არიან წოდებულნი საზოგადოებიდან თავ-თავის მამათა შტოების თავკაცები, ისრაელის 1000-ის თავთაგანი. გამოიყვანეს მოსემ და აარონმა ეს კაცები სახელდებით ჩამოთვლილნი. მათ შეკრიბეს საზოგადოება მეორე თვის პირველ დღეს და გაარკვიეს მათი წარმომავლობა საგვარეულოებისა და მამისახლების მიხედვით, სახელთა რიცხვის მიხედვით, ყველასი სათითაოდ 20 წლიდან მოყოლებული. როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს, ისე აღრიცხა ისინი სინაის უდაბნოში. სულ იყო აღრიცხული რეუბენის, ისრაელის პირმშოც შთამომავალთაგან, მათი საგვარეულოების და მამისახლების მიხედვით სახელთა რიცხვისამებრ, ყველა მამაკაცი სათითაოდ 20 წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი. რეუბენის შტოში აღრიცხული იყო 46,500. სიმონიანთა მთელი შთამომავლობა საგვარეულოთა და მამისახლთა მიხედვით სახელთა რიცხვისამებრ სათითაოდ. ყველა მამროვანი 20 წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი. სიმონის შტოდან აღრიცხული იყო 59,300. გადიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისახლთა მიხედვით სახელთა რიცხვისამებრ 20 წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი. გადის შტოში აღირიცხა 45,650. იუდიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისახლთა მიხედვით სახელთა რიცხვისამებრ 20 წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი. იუდას შტოში აღირიცხა 74,400. ისაქარიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისახლთა მიხედვით სახელთა რიცხვისამებრ 20 წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი. ისაქარის შტოში აღირიცხა 54,400. ზებულონიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისახლთა მიხედვით სახელთა რიცხვისამებრ 20 წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი. ზებულონის შტოში აღირიცხა 57,400. იოსებიანთა, ეფრემიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისახლთა მიხედვით სახელთა რიცხვისამებრ 20 წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი. ეფრემიანთა შტოში აღირიცხა 40,500. მენაშიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისახლთა მიხედვით სახელთა რიცხვისამებრ 20 წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი. მენაშეს შტოში აღირიცხა 32,200. ბენიამინიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისახლთა მიხედვით სახელთა რიცხვისამებრ 20 წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი. ბენიამინის შტოში აღირიცხა 35,400. დანიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისახლთა მიხედვით სახელთა რიცხვისამებრ 20 წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი. დანის შტოში აღირიცხა 62,700. აშერიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისახლთა მიხედვით სახელთა რიცხვისამებრ 20 წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი. აშერის შტოში აღირიცხა 41,500. ნაფთალიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისახლთა მიხედვით
სახელთა რიცხვისამებრ, 20 წლიდან მოყოლებული ყველა ლაშქრად გამსვლელი. ნაფთალის შტოში აღრიცხა 53400. ესენი არიან აღრიცხულნი, რომლებიც აღრიცხეს მოსემ, აარონმა და ისრაელის თავკაცებმა, 12 კაცმა, თითო კაცმა ყოველი მამის სახლიდან. აღმოჩნდნენ ისრაელიანთაგან აღრიცხულნი მათი მამის სახლების მიხედვით 20 წლიდან მოყოლებული ყველა ისრაელიანი, ლაშქრად გამსვლელი. აღმოჩნდა მთლიანად აღრიცხული 603,550. ლევიანები არ აღრიცხულან მათ შორის თავ-თავიანთი მამების შტოთა მიხედვით. ასე ელაპარაკა უფალი მოსეს. ოღონდ ლევის შტო არ აღრიცხო ისრაელიანთა შორის. ჩააბარე ლევიანებს მოწმობის სავანე მთელი მისი მოწყობილობით, ყველაფრით ურთ, რაც მას ეკუთვნის. ატარონს სავანე მთელი მისი მოწყობილობით, ყველაფრით, რაც მას ეკუთვნის, მას მოემსახურონ და სავანის ირგვლივ დაიბანაკონ. გამგზავრებისას სავანე ლევიანებმა დაშალონ, დაბანაკებისას სავანე ლევიანებმა აღმართონ, ვინც კი გარეშეთაგან მიეკარება, მოკვდეს. უნდა დაიბანაკონ ისრაელიანებმა, თითოეულმა თავის ბანაკში, თითოეულმა თავისი დროშის ქვეშ, თავ-თავისი ლაშქრის მიხედვით. დაიბანაკონ ლევიანებმა მოწმობის სავანის ირგვლივ, რომ არ იყოს რისხვა ისრაელიანთა საზოგადოებაზე. ლევიანები იდგებიან მოწმობის სავანის დასაცავად. ყველაფერი გააკეთეს ისრაელიანებმა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს, ასე გააკეთეს.